მოგესალმებით. არალეგალური მიგრაცია ევროკავშირისთვის დიდი გამოწვევაა, რომელსაც თავისი განშტოებები აქვს. ეს პრობლემა მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რომ ევროკავშირში განსხვავებული რელიგიისა და კულტურის ხალხები შედიან, რომლებიც ვერ ახერხებენ ინტეგრაციას. არა, პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა და ბევრად უფრო მასშტაბურიც. საქმე ის არის, რომ ჩნდება პარალელური კომუნები, სადაც რადიკალიზმისა და ისლამიზმის საფრთხეები მატულობს. აქედან კი ტერორისტულ აქტივობამდე ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი. ასეთი ვითარება ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის დაძაბული და გულგრილი ურთიერთობების ფონზე თეთრი სახლის მასპინძელს არ გამოპარვია. პირიქით, კიდევ ერთი მიზეზი გახდა საიმისოდ, რომ ევროპელი კოლეგები გაეკრიტიკებინა და ბრიუსელის ბიუროკრატიისთვის თავისი ადგილი ეჩვენებინა. თეთრმა სახლმა ახალი ანტიტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა და როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, ევროპა და ევროკავშირი ტერორიზმის ინკუბატორად მოიხსენია. საფრთხეების ჩამონათვალი შემაშფოთებელია. ნარკოტერორისტები და ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები, ისლამისტური ტერორიზმი და ძალადობრივი მემარცხენე ექსტრემისტები, მათ შორის ანარქისტები და ანტიფაშისტები. ეს ყველაფერი კი სწორედ იმ ქმედებიდან გამომდინარეობს, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატია ადამიანის უფლებებითა და ჰუმანიზმით ფუთავს. მაგრამ სინამდვილეში ევროპისა და ევროპელების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. მიზეზი არალეგალური მიგრაცია და უკონტროლო საზღვრებია. ვითარება ევროპის ქვეყნებში სახარბიელო არ არის და ამაზე მეტყველებს საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა თუ ხვების მონაცემები. შარშან საფრანგეთის დაზვერვის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელზეც ფრანგული გაზეთი Le Figaro ექსკლუზიურად წერდა. ამ ანგარიშის მიხედვით საფრანგეთი არის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებასა და სახელმწიფოებრიობას ძირი აქვს გამოთხრილი. ამაში დამნაშავეა კარგად ორგანიზებული და ძლიერი იდეოლოგიის მქონე მუსლიმთა საძმო. ფრანგული დაზვერვის ანგარიშების მიხედვით მუსლიმთა საძმო ქვეყნის შიგნით გაფართოვდა და ვარაუდობენ, რომ მისი წევრების რაოდენობა 2019 წლიდან 2024 წლამდე გაორმაგდა. ეს ორგანიზაცია არაბულ ქვეყნებში, ყაზახეთსა და რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. როგორ მოხდა, რომ ეგვიპტესა და ბაჰრეინში ტერორისტებად გამოცხადებული ორგანიზაცია ლამის სულ ახლახან შენიშნეს საფრანგეთში და ისიც ჯერ კიდევ დასადგენია საერთოდ რას გამოიძიებს პოლიცია და რა ზომებს მიიღებენ. თუკი ახლანდელი ტენდენციების შენარჩუნდება, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა საუკუნის ბოლოსთვის შეიცვლება მიგრანტების სასარგებლოდ. დღეს თუ თეთრი ბრიტანელების რაოდენობა 74%-ია, საუკუნის ბოლოს 33% იქნება. უცხოეთში დაბადებული მაცხოვრებლების რაოდენობა შესაძლოა 19-დან 60%-მდე გაიზარდოს, ხოლო მუსლიმების წილი 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში შეიძლება ყოველი მეოთხე ან ყოველი მესამე იყოს. დღეს სწორედ ის ქვეყნები არიან ისლამიზაციის საფრთხის წინაშე, ვინც ყველაზე ხელგაშლილად ეგებებოდნენ არალეგალ მიგრანტებს 2015 წლის შემდეგ. მაგალითად, შვედეთში მოსახლეობის 30% მუსლიმია, ავსტრიასა და საფრანგეთში დაახლოებით 20%, იტალიაში 14%. რაც შეეხება გერმანიას, აქ მოსახლეობის დაახლოებით 25% არის მუსლიმი. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ თუ როდის დაითვლიან წიწილებს ტერორიზმის ინკუბატორში. ტერორიზმის ინკუბატორი. ასეთი ახალი ეპითეტი შეურჩია თეთრმა სახლმა ევროპას. შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის ისედაც ზედმეტად დაძაბული ურთიერთობა ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ნამდვილად ჩიხში შევიდეს. შეერთებულ შტატებში ტერორიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია გამოქვეყნდა. ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპას ტერორიზმის წახალისებაში დასდო ბრალი და ამის მიზეზად მასობრივი მიგრაციით გამოწვეული პროცესები დაასახელა. 16 გვერდიან დოკუმენტში უსაფრთხოების გამოწვევებზეა საუბარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ უკვე მე რამდენად შეერთებული შტატების მხრიდან ყველაზე ხისტი და მკაცრი ტონი ევროპის მიმართ ისმის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ტრულად განწყობილი ორგანიზებული დაჯგუფებები ბოროტად იყენებენ ღია საზღვრებსა და თამდევ გლობალისტურ იდეებს. ამ უცხო კულტურის ექსპანსია და ევროპული კურსის უცვლელობა ტერორიზმის ზრდის გარანტია. ის რომ ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკა და ღია საზღვრების კონცეფცია ევროგაერთიანების აქილევსის ქუსლად იქცა, ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის. ჩვენ ამაზე ბევრი სიუჟეტი გაგვიკეთებია. დონალდ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა უკანონო მიგრაციას და თავშესაფრის მაძიებლებისთვის ლიბერალური მიდგომები დაასრულა. სხვადასხვა ეს ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რა სფეროში ტრამპის გუნდმა წარმატებას მიაღწია და წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა. დონალდ ტრამპი ნებისმიერი საერთაშორისო ფორუმის თუ კონფერენციის დროს შანს არ უშვებს ხელიდან ევროკავშირის
გამანგრეველი მიგრაციული პოლიტიკისგან მომავალ საფრთხეებზე რომ არ ისაუბროს. გაეროს ბოლო გენერალური ასამბლეის დროს სიტყვით გამოსვლისას მან ევროპის დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიგრაცია დაასახელა. ევროპა სერიოზულ პრობლემებშია. მათთან ისეთი ძალით შეიჭრნენ იმიგრანტები, როგორც აქამდე არავის უნახავს. არალეგალი უცხოელები ევროპაში შედიან და არავინ არაფერს აკეთებს ამის შესაცვლელად, მათ გასაძევებლად. ეს არ არის მდგრადობა და ამის გამო გახდნენ პოლიტიკურად კორექტულები და აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ ამის თაობაზე. შეხედეთ ლონდონს, სადაც საშინელი მერი ჰყავთ და ლონდონი ძალიან შეცვლილია. ახლა მათ შარიათის კანონმდებლობაზე გადასვლა სურთ, მაგრამ თქვენ სხვა ქვეყანაში ხართ. ამის გაკეთება შეუძლებელია. როგორც იმიგრაცია, ასევე სუიციდური ენერგეტიკული იდეები დასავლეთ ევროპის დაღუპვა იქნება, თუ რამე დაუყოვნებლივ არ გაკეთდება. ეს ასე ვერ გაგრძელდება. რაც სამყაროს ასეთ ლამაზ ხდის არის ის, რომ თითოეული ქვეყანა უნიკალურია. ყველა სუვერენულ ერს უნდა ჰქონდეს უფლება გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები. დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროპას ჯერ კიდევ გააჩნია სიტუაციის გამოსწორების შანსი. თუ ის საკუთარ შეცდომებს აღიარებს და ეფექტურად იმოქმედებს. ამისთვის კი ევროკავშირში სიტყვის თავისუფლების პრინციპები უნდა აღდგეს და ღიად უნდა დაიწყონ რადიკალური ისლამიზმის პრობლემებზე მსჯელობა. ევროპა კვლავ ძლიერი იქნება, თუ ის ხელახლა აღმოაჩენს სიტყვის თავისუფლების ტრადიციულ პრინციპებს. გულახდილად ისაუბრებს ისლამიზმზე, საკმარის რესურსებს დაუთმობს თავის ქვეყნებში ტერორიზმისა და კარტელური საფრთხეების შემცირებისთვის ბრძოლას. შემდეგ კი აქტიურად გააზიარებს თავის საფრთხეზე ინფორმაციას მთელ მსოფლიოში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ტვირთს საკუთარი უსაფრთხოებისთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება. დოკუმენტის დანარჩენ ნაწილში დასავლეთ ნახევარსფეროზეა საუბარი, სადაც ტერორისტული საფრთხეების გასანეიტრალებლად ნარკოკარტელების განადგურების მნიშვნელობაზეა ყურადღება გამახვილებული. ესეც ის საკითხია, რაზეც ევროპელებს და ამერიკელებს სხვადასხვა ხედვა გააჩნიათ. 2026 წლის მაისის მონაცემებით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებით დატვირთული ხომალდების დაბომბვის შედეგად შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა 190-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ეს ევროპელების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროპელების პოზიციამ განარისხა და აღნიშნა, რომ მათ საერთაშორისო სამართალზე წარმოდგენა არ გააჩნიათ. მე არ მგონია, რომ ევროკავშირი ხვდებოდეს საერთაშორისო სამართლის განსაზღვრებას. მით უფრო ისინი არ განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა დაიცვას შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ნახევარსფეროში ორგანიზებული ნარკოტერორისტების თავდასხმის ქვეშაა და პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის დასაცავად პასუხობს. საინტერესოდ მიმაჩნია, რომ ყველა ეს ქვეყანა გთხოვს, რომ ევროპის დასაცავად ბირთვული ქმედების მქონე ტომოჰავკის ტიპის რაკეტები გავუგზავნოთ, მაგრამ როდესაც შეერთებული შტატები საკუთარ ავიამზიდებს ანლაგებს დასავლეთ ნახევარსფეროში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს რატომღაც პრობლემაა. ყველაფერს თანმიმდევრულად რომ მიყვეთ, ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლოს შეერთებული შტატების მთავრობამ 4 ევროპული გაერთიანება, ვინც ანტიფას მოძრაობასთანაა დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და მათ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ შორისაა გერმანიაში მოქმედი ანტიფა ოსტ და საბერძნეთში და იტალიაში მოქმედი მსგავსი მოძრაობები. ევროპაში მოქმედი ანტიფაშისტური და ანარქისტული გაერთიანებები თეთრი სახლის სამიზნედ იქცა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათ ძალადობის ორგანიზებას ედავება და შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ფინანსურ სისტემაზე მათი წვდომის დაბლოკოს. ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან რადიკალურ მემარცხენე დაჯგუფებებთან ბრძოლა მას შემდეგ გამძაფრდა, რაც 2025 წლის სექტემბერში შეერთებული შტატების გავლენიანი კონსერვატორი მოაზროვნე ჩარლი კირკი ცივსისხლიანად მოკლეს სიტყვით გამოსვლისას. როგორც შემდგომში გაირკვა, მკვლელი რადიკალი აქტივისტი გამოდგა, ვინც ექსტრემისტულ ტრანსგენდერულ იდეოლოგიას იზიარებდა. ვარაუდობ, რომ ეს ყველაფერი ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ მოხდა. ასევე თეთრი სახლის ინტერესი, რომ ფინანსისტებისა და აქტივისტების ქსელი შეერთებული შტატების დემოკრატიული დისკურსის მიღმამყოფებად შერაცხოს. ისინი მიანიშნებენ ანტიფასა და ჯორჯ სოროსზე. ეს დიდწილად უნგრეთის სახელმძღვანელო წესებს უკავშირდება. ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ უნგრეთში. რა თქმა უნდა, გერმანიაში ანტიფას დაჯგუფება, ანტიფა ოსტი ადრე ტერორისტულ ორგანიზაციად იყო დასახელებული ისევე, როგორც უნგრეთში. შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს შორის მთავარი დაპირისპირების ხაზი სწორედ ლიბერალურ დღისწესრიგზე გადის. თეთრ სახლში მრავალჯერ აღიარეს, რომ გლობალიზმი და ლიბერალური ფასეულობები წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების საქმიანობა შეზღუდეს. ევროკავშირში კი რეალობასთან თვალის გასწორება არ სურთ და იმის მიუხედავად, რომ ყველა მიმართულებით კრახს განიცდიან, Deep State-ის მარიონეტები მაინც ლიბერალური ღირებულებებით ცდილობენ ოპერირებას. Deep State-ის მიერ მართულმა ბრიუსელის
პოლიტიკურმა ელიტამ ზედმეტად ლიბერალური მიდგომებით და პოლიტკორექტულობით რადიკალური ისლამიზმის და ჯიჰადიზმის მიმდევრების მდგომარეობა წაახალისა. 2026 წელს ტერორისტული საფრთხე ევროპაში საკმაოდ მაღალია, რაც გამოწვეულია ექსტრემისტული დაჯგუფებების სიმრავლით. რადიკალური ისლამური ტერორიზმი კონტინენტის ერთ-ერთი უსერიოზულესი გამოწვევაა. დანებით თუ ცეცხლსასროლი იარაღი ტრანსპორტში და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ევროპელებზე თავდასხმა იმდენად ხშირი გახდა, რომ ეს საკითხი მთავარ პოლიტიკურ თავისთქივლად იქცა. მხოლოდ 2024 წლის განმავლობაში ევროპულ ქვეყნებში 67 ტერაქტი დაფიქსირდა, რაც ორჯერ აღემატება წინა პერიოდის მაჩვენებლებს. 2025 წელს მაგალითად მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიური მასშტაბური კონფერენციის დაწყებამდე მორიგი ასეთი ტერორისტული აქტი მოხდა. თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება სხვა რიგით ქალაქებში ჩვეულებრივ, თუ უსაფრთხოების კონფერენციის დროსაც კი ვერ ახერხებენ ევროპელები წესრიგის უზრუნველყოფას. სიმბოლურია, რომ ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქი მთელი ევროპის მასშტაბით ისაა, სადაც ევროინსტიტუტებია განთავსებული. რამხელა ტრაგიზმი და უსუსურობაა, რომ ევრობიუროკრატები ევროკავშირის დედაქალაქშიც კი ვერ ახერხებენ წესრიგის დამყარებას. ბრიუსელში ტერორიზმის საფრთხე 4-ბალიანი შკალით 3 ქულით არის შეფასებული და სერიოზულადაა მიჩნეული. ბრიუსელში ნარკოკარტელების დაპირისპირება, ურთიერთსროლა, ჯიჰადისტების შეკრებები ჩვეულებრივი ამბავია და ევროკავშირი უძლურია თავის დედაქალაქში სიტუაცია გამოასწოროს. 2024 წელს ბრიუსელში ურთიერთსროლის 92 შემთხვევა დაფიქსირდა. 9 ადამიანი მოკვდა, 48 კი დაიჭრა. ბრიუსელის მაცხოვრებლები ჩივიან, რომ უსაფრთხოების შეგრძნება დაკარგეს. საშინელება აქ ცხოვრება. ყოველთვის ძალიან შეშინებული ვარ. ქუჩაში საღამოს სეირნობა საშიშია. ეს უბნები პოლიტიკოსებს დიდი ხანია რაც დაავიწყდათ, ჩვენს იგნორირებას ახდენდნენ. ამ ყველაფერს ევროკავშირი Deep States უნდა უმადლოდეს. სწორედ საკუთარი ღია კარის პოლიტიკით, უკანონო მიგრაციული ნაკადების წახალისებით მათ თვითონ ჩაიგდეს თავი ასეთ სიტუაციაში. ევროკავშირის ლიბერალური მიდგომებით რადიკალური ისლამის მიმდევრებმა ისარგებლეს მთელი კონტინენტის მასშტაბით. ევრომარიონეტებმა საკუთარი მავნებლური მიგრაციული პოლიტიკით ბოთლიდან ჯინი გამოუშვეს. ახლა კი სიტუაციის გაკონტროლება ძალიან ძნელია. 2025 წელს საფრანგეთის დაზვერვამ საგანგაშო ანგარიში გამოაქვეყნა და ისლამიზაციის საფრთხეებზე დაიწყო საუბარი, რასაც ადრე საჯაროდ ვერ ბედავდნენ. მუსლიმთა საძმო საფრთხეს უქმნის ეროვნულ ერთიანობას საფრანგეთში. ეს არის მთავარი გზავნილი იმ ანგარიშიდან, რომელიც პრეზიდენტ მაკრონს წარუდგინეს. 73 გვერდიან დოკუმენტში საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურები საგანგაშოს უწოდებენ საფრანგეთში მუსლიმური საძმოს დანაყოფის აქტივობას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საფრანგეთში უნდა შეჩერდეს პოლიტიკური ისლამი. ფრანგული დაზვერვის ანგარიშში აღიარებულია, რომ მუსლიმი ძმების საფრთხე თავიდან სერიოზულად არ იქნა აღქმული და პრიორიტეტულად არ იქნა განსაზღვრული ჯიჰადისტური ტერორიზმის რისკებთან შედარებით. ამ დაუდევრობამ და საკითხის ნეოლიბერალურ რელსებზე მიშვებამ მუსლიმი ძმების იდეოლოგიის გამყარებას შეუწყო ხელი. ევროპული ფონდების გამოყენების მეშვეობით მათ საერთაშორისო კავშირები ჩამოაყალიბეს და ახალგაზრდების რადიკალური სოციალური ბაზა შექმნეს. ფრანგული მედია იტყობინებოდა, რომ განათლების სამინისტრომ ბოლო 2 წლის განმავლობაში იმ შეტყობინებების რეკორდული ზრდა დააფიქსირა, სადაც საუბარია იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც რესპუბლიკურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და რადიკალურ ისლამს მიეკუთვნება. რა გამოდის? მთელი ევროპის მასშტაბით ევროკავშირმა დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას და ოჯახურ ფასეულობებს, რაც ევროპული იდეალების საფუძველი იყო. ამის საბირწონეთ მან დაიწყო სექსუალური და რელიგიური უმცირესობების აქტიური დაფინანსება. მულტიკულტურალიზმი ევროპაში ვერ განხორციელდა და საბოლოო ჯამში ევროკრატიამ რადიკალური ისლამის და მასთან დაკავშირებული ექსტრემისტული ჯგუფების აღზევება მიიღო. ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ტრამპი ევროპელებს უნარობაში და დესტრუქციაში დებს ბრალს. ტერორიზმთან ბრძოლის ახალი ამერიკული სტრატეგია 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნებული განახლებული ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინის ლოგიკური გაგრძელებაა. მაშინ ამერიკელებმა ევროპელები გააფრთხილეს, რომ ისინი ცივილიზაციურ განადგურებასთან არიან ახლოს. მაგრამ ეს ეკონომიკური დაცემა იჩრდილება უფრო რეალური და სავალალო პერსპექტივით, ცივილიზაციური განადგურებით. უფრო მასშტაბური პრობლემები, რაც ევროპის წინაშე დგას, ევროკავშირის და სხვა ზეეროვნული ორგანიზაციების საქმიანობას მოიცავს, რაც პოლიტიკურ თავისუფლებას და სუვერენიტეტს ძირს უთხრის. მიგრაციული პოლიტიკა, რაც კონტინენტის ტრანსფორმაციას ახდენს და უთანხმოებას ქმნის. თავისუფალი სიტყვის ცენზურა და ოპოზიციის ჩახშობა, შობადობის მკვეთრი კლება და აგრეთვე ეროვნული იდენტობის და თავდაჯერებულობის დაკარგვა. ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირის შეცდომებს არ პატიობს და სარკეში ახედებს. ტრანსატლანტიკური ერთობა თვალსა და ხელშუა იშლება. ევროკავშირის შეერთებული შტატების მოკავშირიდან მის მეტოქედ იქცა. ევროგაერთიანება დღეს მსოფლიოს ავადმყოფი პაციენტია, რომელიც მკურნალობაზე უარს ამბობს. როგორც ჩანს, ვაშინგტონსა და ბრიუსელის ბიუროკრატიას შორის დაძაბულობას დონალდ ტრამპის პირადი ანტიპატიაც ზრდის ევროპელი კოლეგების მიმართ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ტრამპი გერმანიის კანცლერს იმაზე აკრიტიკებდა, რომ საკუთარი დანგრეული ქვეყნისთვის ვერ მოუვლია. არალეგალური მიგრაციისა და ენერგეტიკის საკითხები ვერ მოუგვარებია და სხვის საქმეში არ უნდა ერეოდეს.
როგორც ჩანს, დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის და ამ დაპირისპირებაში კიდევ ბევრი კრიტიკის მოსმენა მოუწევთ ევროკრატებს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.